დღეს არის შაბათი. 21 მარტი საეკლესიო კალენდრი დღეს არის 8 მარტი. ეს არის მეოთხე შაბათი დიდი წმინდა მარხვის, რაც იმას ნიშნავს, რომ გასულ კვირაში განზოგება იყო, ანუ განახევრება დიდი წმინდა მარხვის და უკვე ვემზადებით აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულისათვის. დღეს არის მიცვალებულთა მოხსენიება ასევე და ყველა ჩვენი მიცვალებული ღმერთმა აცხოვნოს. დღევანდელი შაბათის შესახებ ჩვენ გვისაუბრე, ეს არის საუბარი 109 და მაინც ჩამოგითვლით წმინდა ერმი, ანუ ჰერმესი 70-თაგანი მოციქული, თეოფილაქტე ნიკომიდიელი, პრობინუს კომოელი, ეს არის ვიზეთ ჩვენ გვისაუბრია და დღეს აღარ შევჩერდები და დღეს დაგვემატა კიდევ ერთი წმინდანი, ეს არის წმინდა ბეატა აფრიკელი, მოწამე, წმინდა ბეატა აფრიკელი მოწამე, რომლის შესახებაც ფაქტიურად შეიძლება ითქვას, რომ არაფერი ვიცით, ვიცით, თუმთ სახელი წმინდა ნაწილი არის შემორჩენილი მისი გვაქვს და ეს არის რომის მარტიროლოგში მოხსენებული სახელები. წმინდა ეპისკოპოსი კირილე, ვერიის ეპისკოპოსი ფრაკიაში, როგატუსი ფელიქსი ბეატა, როგატუსი ერენეა ფელიცატა, ურბანი სილვიანი და მამიუსი. ეს არის აფრიკელი მოწამეები და ეს არის მხოლოდ ინფორმაციულად გვაქვს შემორჩენილი. ეს არის წმინდა ბეატას წმინდა ნაწილი. ეს არის წმინდა ბეატას წმინდა ნაწილი, ხედავთ ალბათ. შეგვეციოს მისი მადლი. და ფაქტიურად შეიძლება ითქვას, რომ დღევანდელი წმინდანები უკვე ამითი ამოიწურა, რაც გაგვეჩნია წმინდა ნაწილები. მე კიდე ხვალინდელი წმინდანის შესახებ მინდა მოგიყვეთ, ეს არის ხვალ არის 22 მარტი საეკლესიო კალენდრით, ეს არის 9 მარტი და ჩვენ გვაქვს წმინდა ნაწილი წმინდა თეოდოსი ბალტელის. წმინდა თეოდოსი ბალტელის, რომელიც 1845 წელს გარდაიცვალა, 1845 წელს და ამ წმინდა თეოდოსი ბალტელის შესახებ მინდა მოგიყვეთ. დაიბადა 1791 წელს გუბერნიას ქვია კამენეც-პოდოლსკ, რომელიც მაშინ პოლონეთის დაქვემდებარებაში იყო და ეს არის უკრაინა, ოდესიდან 200 კილომეტრია დაახლოებით და მთავარი მხარე ამ მთავარი ქალაქი არის სწორედ ბალტა ამ მხარის, სადაც მე მოგვიანებით მოღვაწეობდა. მოკლედ აქ დაიბადა სასულიერო პირის ოჯახში, მღვდელი იყო მამამისი ნესტორი და დედას ერქვა იუსტინა, ლევიცკები იყვნენ გვარად, ლევიცკი. და მაშინ მართლმადიდებლებისთვის ძალიან მძიმე პერიოდი იყო, ჩვენ გვისაუბრია სხვათა შორის ამ პერიოდზე და ეს კი მაინც მართლმადიდებლურ ოჯახში იზრდებოდა. 13 წლის იყო, როდესაც მამამ სემინარიაში გააგზავნა, სასწავლებელში უფრო სწორედ კამენეც-პოდოლსკის სასულიერო სემინარია. ესე ერქვა და იქ რამდენიმე წელი ისწავლა და 24 წლის ასაკში დაამთავრა 1815 წელს ეს სემინარია და უნდა უკვე ესე იგი მიდრეკილება ქონდა სულ მუდმივად განმარტოებითი ცხოვრებისაკენ და უნდა ბერად აღკვეცა და მონასტერში წასვლა, მაგრამ აი ამ მთავარ ეპისკოპოსმა, პოდოლსკის მთავარ ეპისკოპოსმა არ მისცა ლოცვა-კურთხევა და ლოცვა-კურთხევა მისცა, რომ ცოლი მოეყვანა, მართლაც ის დაოჯახდა და მალევე აკურთხა ის მღვდლად. საერთოდ მინდა გითხრათ, ესე იგი ესეთი ჩანართი გავაკეთო, რომ საოცარი მაგალითი არის, იცით რისი ეს, ეს წმინდა თეოდოსის ცხოვრება. რომ არიან წმინდანები, რომლებშიც რაღაცა გაიბრწყინვებს, რაღაცა დიდ სასწაულს მოახდენენ, ან თქვა რაღაცა განსაკუთრებული. ეს იყო ჩვეულებრივი ადამიანი.
ეს იყო ჩვეულებრივი ადამიანი, არ იყო ჩვეულებრივი ცხადია, იმიტომ რომ წმინდანად შეირაცხა, მაგრამ ეს იყო ჩვეულებრივი ადამიანი, რომელიც აი შრომობდა, რომელიც ბოლომდე აი არც ერთი წუთი არ ყოფილა მის ცხოვრებაში, რომ ქრისტეს ერთგული არ ყოფილიყო და ამის გამო სხვათა შორის ბევრი განსასწრებელიც კი გადაიტანა, ეხლა ვისაუბრებ ჩვენ ამაზე. პირდაპირი ადამიანი იყო, მლოცველი იყო, სულ მუდმივად ეს განმარტოებისკენ ჰქონდა მიდრეკილება და კიდევ რაც ჰქონდა მას, ეს არის ღმერთმა მისცა რაღაცა განსაკუთრებული გონება. ანუ ესე იგი ეს იყო საეკლესიო მწერალი. დაიწყო მან წერა, ბევრ ამას წერდა, ესე იგი საეკლესიო თემებზე და ბოლოს ესე იგი დაწერა რაღაცა განსაკუთრებული ნაწარმოები სულისუქტავების შესახებ, სულისუქტავებისა და საშინელი სამჟავრის შესახებ, რომელმაც ძალიან დიდი შთაბეჭდილება მოახდინა მაშინდელ საზოგადოებაზე და ესე იგი ეს ნაწარმოები მოხვდა იმპერატორ ალექსანდრე პირველის ხელში, რომელმაც ძალიან წაიკითხა და ძალიან მოკლედ ძალიან დიდი შთაბეჭდილება მოახდინა მასზე და გამოიძახა სასწრაფოდ გაუგზავნა კარეტა და მოკლედ ეს კარეტა მე კიდე ბევრჯერ გიყვებით მე. მოკლედ კარეტა გაუგზავნა, გამოიძახა სასახლეში და შეხვდა, პირადად შეხვედრა მოინდომა იმპერატორმა და ისაუბრეს და ძალიან მოეწონა და საიდუმლო მრჩევლად დანიშნა იმპერატორმა და დაასახლა ეპისკოპოსების რეზიდენციაში. და მოკლედ აი აქედან დაიწყო მისი ახალი ცხოვრება. მას ჰქონდა, ესე იგი, ესეთი პირობა იყო, რომ აბსოლუტურად განმარტოებული უნდა ყოფილიყო, სრული განმარტოება, ერთადერთი აი ამ საეპისკოპოსო რეზიდენციის ტაძარში წირავდა. გადაგებდა. დანარჩენი, ესე იგი, სხვა შეხება მრევლთან არ ქონია და მთელი თავისი დრო, ესე იგი, თავის დროს ატარებდა ლოცვაში და მთელ თავის დროს ატარებდა ლოცვაში და მოკლედ განმარტოებულ ცხოვრებაში. მე დამოვიწყდა მე თქვა, დიდი ტრაგედია მოხდა მის ცხოვრებაში. დიდი ტრაგედია მოხდა მის ცხოვრებაში. ესე იგი 1818 წელს ხო დაამთავრა ეს, უпростоრეთ 1815 წელს დაამთავრა ეს სემინარია 24 წლის ასაკში. 1818 წელს მამა გარდაეცვალა და შემდეგ გარდაეცვალა 2 წლის შემდეგ, ანუ 1820 წელს გარდაეცვალა ცოლი, შვილი, პატარა ბავშვი და ცოტა ხანში დედა. წარმოიდგინეთ ახლა ეს რა დღეში ჩავარდა და როგორი მძიმე იქნებოდა მისთვის ამხელა დანაკარგი ხო, მაგრამ მიიღო როგორც ღვთისმსახურება და გააძლიერა, მიიღო რაღაცა როგორც მოწოდება და გააძლიერა ეს ლოცვა და ეს წმინდა მამების კითხვა და რაღაც და აი ამის შემდეგ დაწერა ეს წიგნი, მოკლედ აი ეს წიგნი ამის შემდეგ ამის ფასად რა ესე რომ ვთქვა და ამის შემდეგ მოხვდა იგი იმპერატორის სასახლეში. ოღონდ ესე იგი აი საერთოდ არ შეცვლილა. აი როგორიც იყო ისეთი დარჩა და ძალიან პირდაპირი იყო და იცით როგორ წერია ამის ცხოვრებაში, რომ ესეთი პირდაპირი და ესეთი გულწრფელი ადამიანის ადგილი სასახლეში არ არის რა. იმიტომ რომ იქ ეტიკეტი უნდა იცოდე, იქ ყველას რაღაცა უნდა უკმიო, თუ რაღაც თავი დაუკრა, თუ რაღაცა განსაკუთრებით იმპერატორს და მოკლედ მოხდა რაღაცა ტრაგედია იქა. ესე იგი ეს იყო 1824 წელს 1824 წელს მოხდა ტრაგედია და რა ტრაგედია ესე იგი წყალდიდობა იყო რა პეტერბურგში წყალდიდობა იყო და ამ ნევამ წალეკა მოკლედ მთელი ქალაქი და დაანგრია ხიდები და ნუ რა ყველაფერი საშინელება ხალხი დაიღუპა და რაღაცა და ჩვენთანაც მახსენდება ესეთი შემთხვევა. ეს გამოვიდა და იქადაგა რომ აი ჩვენი ცოდვებისთვის ვიჟებითო რა. ხო და ჩვენს დროში ხა სხვის ცოდვებზე იყო ხოლმე ლაპარაკი რომ სადღაც რომ მოხდება ეს კატასტროფა რა იქ ცოდვილი ხალხი ცხოვრობს და იმიტომ ხო და რაღაცა ესე არ შეიძლება ლაპარაკი და ამან ადგა პირდაპირ თავის თავზე დაიბრალა, მაგრამ დაიბრალა საზოგადოებრივ რომ რასაც ეს ამ 3 წლის განმავლობაში ამ მეფის კარზე ხედავდა მოკლედ აი ამ ყველაფერზე კი არ მოყვა ეს ამბები, მაგრამ თქვა რომ აი ამის ბრალიაო რა, აი ამ ჩვენი ესე იგი ცოდვილი ცხოვრების ბრალიაო და ეს ისე განრისხდა იმპერატორი ამის გამო.
და ისიც კი აღწერილია როგორ კი დააპატიმრეს, გადაასახლეს რა, გამოუგზავნეს ღამე ორი ესე იგი რაღაცა ქვია იმას. ფელდეგერი, ორი ფელდეგერი, ანუ მეფის ნდობით აღჭურვილი ოფიცერი, რომლებმაც ღამის 12 საათზე წამოაგდეს ლოგინიდან და ესევე როგორც იყო გაიყვანეს გარეთ, ატარეს ამ დანგრეული ნევის სანაპიროზე, მერე ხიდები დანგრეული იყო, ნავით გადაიყვანეს სანაპიროზე და იქ ელოდებოდა კარეტა, თბილი ქურქი, ცხრის წაბუჭი, ახალი ჩექმები, მოკლედ ესე რომ არ გაციებულიყო და წაიყვანეს ლადოგის ტბაზე იყო მონასტერი. და იქ ფაქტიურად დააპატიმრეს რა. და მონასტერში დაიწყო ცხოვრება და აუგრძალეს, ესე იგი, ყოველგვარი მელანი, ყოველგვარი კალმისტარი, ქაღალდი და ქადაგება და რა ვიცი, მოკლედ ყველაფერი რა და მიუხედავად ამისა, ამ ძმებს ყველა მიცოდა ვინ იყო და ძალიან უყვარდათ ესა და ყველაფრის საშუალება მიცეს, მელანიც მიუტანეს ესეც კერა და პეტერბურგში წერილების გაგზავნის საშუალებასაც აძლევდნენ და მოკლედ ეს კიდევ გარდა იმისა, რომ იქ განმარტოვებით ლოცულობდა, ამ ძმებთან ჰქონდა სულიერი ურთიერთობა, ესაუბრებოდა, უყვებოდა, საოცარი მთხრობელი და მწერალი იყო, როგორც მოგახსენეთ და ესე გაატარა 3 წელი აი ამ მონასტერში. კონევეცკის მონასტერი ესე ქვია და მოკლედ ესე იცხოვრა 3 წელი. ამის შემდეგ გამოვიდა ესე რომ ვთქვათ ამნისტია და 3 წლის შემდეგ 1828 წელს დააბრუნეს უკვე თავის მხარეში. ეს არის ქალაქი ბალტა, როგორც მოგახსენეთ, ოდესის მხარეა, პოდოლსკის რაიონი და ესე იგი ეს ბალტის ეპარქიის დღეს ცენტრალური ქალაქია, ქალაქი ბალტა. მოკლედ ამ ბალტაში დააბრუნეს, სადაც დიდი სიხარულით შეხვდა, ესე იგი მისი მრევლი, იმიტომ რომ იქ თავიდან იქ მსახურობდა და დაიწყო ამან ესე იგი მოღვაწეობა ამ ბალტაში. დაიწყო მოღვაწეობა ბალტაში და ძალიან საინტერესო რაღაც მოკლედ მოიკითხეს მერე რა. მოიკითხეს დედაქალაქიდან. ხო რა შვებაო როგორ არისო და არსებობს შემორჩენილი არის მთავარეპისკოპოსის წერილი, საპასუხო წერილი, როგორ ახასიათებს. რომ ესე იგი მართლმადიდებლური ცხოვრებით წესერი, ანუ კეთილმსახური ცხოვრებით ცხოვრობს, ღვთისადმი დიდი სასოება აქვს და ეს მისი აღფრთოვანება და აღტაცება აი ამ ქადაგებისას არ შეწყვეტ, ქადაგებისას კი არა, მისი ხასიათის ეს არ შეწყვეტილა, მაგრამ წარსულისგან გაკვეთილი გამოიტანა და დაფარულია, ესე იგი დამალულია. წიგნებსაც წერს, ოღონდ არავის არ აკითხებს. აი ესეთი დახასიათება. ალბათ თავის ახლობლებს მაინც უკითხავდა ამ წიგნებს, მაგრამ ყოველ შემთხვევაში აი ესეთი, ესე იგი ამას მერე დაარქმევენ უკვე მე-19 საუკუნის დასაწყისში ესეთი ტერმინი გაჩნდა შინაგანი ემიგრაცია. და იმ შინაგან ემიგრაციაში იყო მოკლედ ეს მამა თეოდოსი. იქ მაინც მოღვაწეობდა ამ ბალტაში, მაგალითად, მისი ოცნება იყო სხვათა შორის მონასტრის დაარსება ქალაქში, რომელიც მისი სიკვდილის შემდეგ 60 წელი გავიდა და აღსრულდა ეს ოცნება და დაარსდა ეს მონასტერი თეოდოსის სახელობის, ოღონდ თეოდოსი ჩერნიგოველის, რომელიც დიდი წმინდანია და ეს ჯერ არ იყო შერაცხილი წმინდანად და ამიტომ მისი სახელით გაითვალისწინეს და ესე დაარქვეს. ააშენა იქ ესე იგი უცხოთ შემწყნარებელი იყო, ესა მოღვაწეობდა პირდაპირ და აი უცხოების შემწყნარე სახლი ააშენა, სადაც ეს უცხო ადამიანები მოდიოდნენ. უმრავი ადამიანი მოდიოდა მასთან რჩევის მისაღებად, შორეული ადგილებიდან, მოყავდათ ეშმაკეულები და კვეთებულებს უკითხავდა და ძალიან ემოციურად განიცდიდა სხვათა შორის ამ ეშმაკეულების ბედს. აი ამ ადამიანების გამო ძალიან განიცდიდა, მოკლედ ამ ეშმაკეული ადამიანების გამო.
და როდესაც ის განასხამდა ამ ეშმაკებს, ეს ეშმაკები მერე მას თვითონ ისხმოდნენ თავს. განსაკუთრებულად მოღვაწეობდა და განსაკუთრებულად მოღვაწეობდა თავის სენაკში და ცოტა რამ არის ამის შესახებ ცნობილი, მაგრამ მთლიანად, ესე იგი, მისი ადამიანური ძალები აი მთლიანად ამოიწურა და ძალიან ადრე დაბერდა 50 წლის ასაკში უკვე ბებერი იყო და ხცოვანი რა ესე რომ ვთქვათ. და ბოლოს მთლიანად ესე იგი ამოწურა ეს თავისი რესურსი 1854 წელია 53 წლის არის და ვერ შეძლო აღდგომას წირვის ჩატარება. ვერ მოახერხა და ამის შემდეგ ერთი წელი მძიმე ავადმყოფა ძალიან ფაქტიურად ჩავარდნილი იყო ლოგინში, დგებოდა, მაგრამ ძალიან ისე იყო და 1855 წელს ყველიერის კვირას ესე იგი შენდობას ხოვას უყველას და სათითაოდ მთელი მრევლი დაალოცა და აი მარხვის პერიოდში უკვე 9 მარტიანო ესე იგი ახლა 9 მარტს ხო აღესრულა ეს დღეს არის ხსენება დღეს კი რა ხვალ ხო და 1855 წელს წირვის შემდეგ წირვა ჩატარდა ეზიარა ეს იყო ხსენება 40 სებასტიელი მოწამის ამაზე ჩვენ ესე იგი ახლა შევჩერდებით იმიტომ რომ გვისაუბრია 40 სებასტიელი მოწამის ხსენებას ეზიარა და შემდეგ ესე იგი როდესაც ტრაპეზზე მიიწვიეს მან ესეთი რამ თქვა რომ მიწიერი მცენარეები ნუ ხომ არ ხვალ მცენარეული საჭმელია მიწიერი მცენარეები ჩემთვის აღარ არის ჩემთვის არის საზიანო ეხლა იმიტომ რომ ეს სხვა საკვები უნდა მივიღო და მართლაც და ღმერთს მადლობ და თქვენს გმადლობთ ყველაფრისათვის ნუ შემდეგ ესე იგი სუსტად იყო ძალიან ოთახიდან ყველა თავის სენაკიდან გაისტუმრა ყველა ჩააქრო ესე იგი კანდელი ხატთა რატომღაც და ესეთნაირად იყო და ბოლოს საღამოს 10 საათზე მოიწვია ყველა დაუძახა და მოატანინა ეს ძღვენი ანუ ესე იგი ეს ავადმყოფებს რითიც აზიარებენ ეს გადანახული ძღვენი რო არის და იმითი ეზიარა კიდე ერთხელ და ყველა დალოცა და ზუსტად 5 წუთში გარდაიცვალა აი ამ ზიარების შემდეგ. ნუ 12 დღე ვერ დაასაფლავეს, იმიტომ რომ უამრავი ხალხი მოდიოდა მასთან და ბოლოს 24-მა მღვდელმა მეზობელი ტაძრებიდან 12-მა მღვდელმა დაასაფლავა და მის სახლში მალე აშენდა ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის საფარველის ტაძარი და 63 წლის შემდეგ მისი მოცნებაც აღსრულდა აქ დაარსდა საფარველის მამათა მონასტერი. იქ სადაც მან აშენა ის ნუ ერთად იყო ეს ყველაფერი აი სახლი უცხოთ შეწყნარების თუ რა ვიცი აი ეს ну სასტუმრო ესე რომ ვთქვათ. 1909 წელს მოხდა მისი ნაწილთა აღმოყვანება და ამ მამათა მონასტრის ტაძარში იქნა დასაფლავებული და დიდი სასწაულები აღესრულა მის საფლავთან ადამიანები იქუნებოდნენ. აი ეს ესე იგი საფარველის ბალტის თეოდოსის მონასტერი ესე ქვია როგორც მოგხსენეთ თეოდოსი ჩერნიგოველის სახელობის აი მაშინ ესე გამოიყურებოდა და ეხლა გაჩვენებთ ეხლა როგორ გამოიყურება ეხლა ესეთია ეს ტაძარი სადაც მისი წმინდა ნაწილებია და სანამ მის რაღაც პორტრეტი გვაქვს სანამ გაჩვენებთ საოცარი ამბავი უნდა გითხრათ რომ ეს ბალტის ეპარქია რაღაცნაირი არ ვიცი რა მიზეზი იყო, მაგრამ
როდესაც უწმინდესი კირიონი გადაასახლეს აქედან, საქართველოდან, ჯერ კიდე ეპისკოპოსი, დანიშნეს ბალტის ეპარქიის ქორეპისკოპოსად, ბალტის ეპარქიაში მსახურობდა, ეს იყო 1902-1903 წლები. და საოცარი ამბავია, რომ მის მერე ამ ეპარქიის ეპისკოპოსი მართველი იყო, ჩვენ ვიგისაუბრია სქემთავარ ეპისკოპოსი ანტონ აბაშიძე, რომელიც შემდეგ კიევის ქვაბთაღვიმეში გარდაიცვალა, უკვე მეორე მსოფლიო ომის დროს და ესე იგი ისიც აქ მსახურობდა და ბოლოს 1909 წელს იქ დანიშნეს მღვდელი ნიკოლოზ დოროხოლსკი, რომელიც იყო მისი გარეშვილიშვილი. ამ თეოდოსის და მოკლედ აი ამ მონასტერში ამ ადგილთან ორი წმინდანის სახელია დაკავშირებული ბაბუასი და შვილიშვილის, რომელიც 1927 წელს დააპატიმრეს და შემდეგ უკვე უკვალოდ გაქრა, წმინდანად არის შერაცხილი. ესენი ეს თეოდოსიც და ეს ნიკოლოზიც არიან უკრაინის მართლმადებელი ეკლესიის მიერ შერაცხილი წმინდანებად. და 2008 წელს შერაცხა თეოდოსი, 2008 წელს შერაცხა თეოდოსი წმინდანად უკრაინის მართლმადებელმა ეკლესიამ. აი, ეს არის წმინდა თეოდოსი ლევიცკის, ესეთი პორტრეტი არსებობს, ადრინდელია ეს. და ახლა გაჩვენებთ ფოტოს აი ამ ნიკოლოზის. ეს დრო დააპატიმრეს მაშინდელი ფოტოა. ეს. და შეგვეციოს ამ წმინდანების მადლი. აი ჩვენ გვაქვს წმინდა ნაწილი გვაქვს თეოდოსის, აი ესა. ეს არის მისი წმინდა ნაწილი. და მე კიდევ ერთი წმინდანის შესახებ მინდა მოგითხროთ, რომლის ხსენებაც იყო ხუჩაბათს. აი დღეს ხო შაბათია და ესე იგი არის 8 საეკლესიო კარი. ეს არის 6. ეს არის 6 მარტი. გამორჩენილი მქონდა უბრალოდ ეს წმინდანი მერე დაგვემატა და ამიტომ გადავწყვიტე რომ მის შესახებაც მოგითხროთ. ეს არის წმინდა მოწამე მარკიანე, მღვდელმოწამე მარკიანე და უბრალოდ მარციანოსი. ტორტონის ეპისკოპოსი, მარციანოს ტორტონის ეპისკოპოსი. ტორტონა ეს არის ქალაქი იტალიაში, ალესანდრია ქვია პროვინციას და რეგიონი არის პიემონტი. და ესე იგი 1222 წელს გარდაიცვალა. გარდაიცვალა რა, მოწამეობრივად აღესრულა. 55 წელი იყო ამ ტორტონის ეპისკოპოსი. ესე იგი, საოცარი პიროვნება, ეს პიროვნება მარციანი მოაქცია ბარნაბამ, მოციქული ბარნაბას მიერ არის მოქცეული და იმან გაამწესა მერე ბოლოს ტორტონაში და სირუსი, ჩვენ გვისაუბრია პავიის პირველი ეპისკოპოსი 322, სირუსმა ძალიან დიდი როლი შეასრულა მის ცხოვრებაში, სან სირო, ესე არის იტალიურად, სირუსმა დიდი როლი შეასრულა 322 საუბარია წმინდა სირუსის შესახებ, მის ცხოვრებაში შეასრულა დიდი როლი და ასევე როდესაც ციხეში იჯდა მარციანი წმინდა სეკუნდუსი ასწიელი მოწამე. ეს არის მე-60 საუბარი, ეს სეკუნდუსი მოაქცია, რომელიც მერე გახდა ეპისკოპოსი, ეს სეკუნდუსი ასტიის ეპისკოპოსი გახდა და რომელმაც მერე დაასაფლავა დაკრძალა მისი სხეული, როდესაც აღესრულა. მოკლედ როგორც მოგახსენეთ, 45 წელი იყო ეპისკოპოსი და იმპერატორი ადრიანეს დროს, რომელიც იყო 117-138 წლებში, აი ამ დროს აღესრულა და მართველი, ამ ქალაქის მართველი იყო საპრიტიუსი. ჩვენ ვისაუბრია კიდე წმინდა ფაუსტინასა და იოვინის, ფაუსტინი და იოვიტა.
იუვინი ამათ შესახებ ვისაუბრეთ 304 ახლახან სულ 394 საუბარი და მათ ცხოვრებაში არის მოხსენებული მარციანი, იმიტომ რომ იმ დროში ცხოვრობდა და მე მოგვიანებით ეხლა ძალიან ისე გიყვებით არათანმიმდევრულად უბრალოდ რაღაცა დეტალები უნდა მოგიყვეთ კიდევ. და მოგვიანებით უკვე ეპისკოპოსმა ინოკენტი აღმოაჩინეს მდინარის კრივის ნაპირას მისი წმინდა ნაწილები და რომელიც შორი ახლოს არის ქალაქ ტორტონასთან და სან მარციანო უკვე მისი სახელობის ტაძარიც აშენდა მერე მოგვიანებით ამ ტაძარში დააბრძანა და დღეს ეს სან მარციანო არსებობს ამ ტორტონაში ტაძარი და ქუჩის ბოლოშია, ესე იგი, რომელსაც ასევე წმინდა მარციანის სახელი ჰქვია. და ქალაქ ტორტონის მფარველი წმინდანად ითვლება. ნუ მის შესახებ უწერია კიდევ ეს გვიანდელი ავტორი არის ვალაფრედი რეიხენაუ მონასტრის იღუმენი, რომელსაც უწოდებენ სტრაბონს. რატო უწოდებდნენ სტრაბონს? იმიტომ რომ სტრაბის სიტყვა ნიშნავს ირიბს, სტრაბონ ნიშნავს ელამს და ეს იყო საშინლად ელამი. ეს დაარქვეს რა სტრაბონი. ეთქობა ის სტრაბონი რო არის ისტორიკოსი ალბათ ისიც ელამი იქნებოდა რა ვიცი. მე არ გამიგია, იმაზე არ გამიგია. და ეს პირდაპირ ესე წერია. და ამ სტრაბონმა სტრაბონი იყო ძალიან ნიჭიერი ადამიანი და ძალიან კარგად წერდა ლექსებს. ისე რომ აი დღეს მაშინ თავის დროზე როგორც მოძღვარი ისე ყავდათ და არჩევებს ეკითხებოდნენ და დღეს არის ცნობილი თავისი ლექსებით. არჩეულებრივი ლექსები ქონია და მე არ ვიცი, მაგრამ სან-გალენში მონასტერშიც მოღვაწეობდა, იქ მამებმა და ძმებმა თხოვეს ამ მონასტრის ისტორიის დაწერა და ეს ლექსად წერდა რა ამ ისტორიებს, ხო და აქ წააწყდა, მოკლედ, აქ წააწყდა სტრაბონი, წააწყდა ხელნაწერებს, სადაც აღწერილი იყო მარციანის ვნებები და ასე რომ მისი ცხოვრება ასევე მარციანის და ასევე ვნებები წმინდა სეკუნდუსის მოწამის და ამის მიხედვით მან ლექსად დაწერა, პოემა დაწერა წმინდა მარციანზე. ნუ როგორც მოგახსენეთ, ინოკენტი ეს არის ინოკენტი რო ახსენეთ ეპისკოპოსი ბრეშიის ეპისკოპოსია, ეს ფაუსტინუსი და იუვინუსი ბრეშიელი მოწამეები არიან. ხო და აი იქ მოკლედ ამან აღმოაჩინა მერე ეს ნაწილები და კიდევ თითი მოხდა მისი თითი მარციანუსის თითი მოხდა ჯენოლა, ელივე გენოლა, ესეთი ქალაქი არის პიემონტის რეგიონში, კუნეოს პროვინციაში და იქ შაბათის მესამე კვირადღეს აღნიშნავენ მის ხსენებას. შაბათის მესამე კვირადღეს. ნუ ესე იგი, კიდევ არის ერთი ძალიან საინტერესო გარემოება, რომელიც ძალიან ახასიათებს წმინდა მარციანეს და ეს მინდა გითხრათ. მიუხედავად იმისა, რომ ეს პირველი 3 საუკუნე იყო დევნა, ქრისტიანების დევნა. ნუ ჩვენ ვთვლით, რომ საშინელი დევნა იყო. მიუხედავად ამისა, მაინც ეს დევნა ყოველთვის ერთნაირი არ იყო. მაგალითად, ნერონმა დაიწყო ეს დევნა და ნერონის დროს იყო საყოველთაო დევნა, ნუ აი ქრისტიანობა დანაშაული რო იყო, აი რაღაც ეგეთი. და თუ წაასწრებდნენ, იქ ვერ უკლავდნენ ამ ქრისტიანებს. და ეს ყველაფერი დაგურგვინდა კონსტანტინე დიდის მილანის ედიქტით 313 წელს გამოსცა. მერეც გაგრძელდა სხვათა შორის ეს დევნა სხვადასხვა პროვინციებში, სხვადასხვა მეფე მმართველები დევნიდნენ, ეს ვიცით ჩვენი ამბები და აი ამ დევნის პერიოდში ხანდახან მოიმატებდა ეს, ხანდახან ნუ სულ იყო, მაგრამ აი რა უნდა გითხრათ, არსებობს ესეთი წერილი, რომელიც იმპერატორმა ტრაიანემ გაუგზავნა ბითინიის მმართველს. იმან კითხა, ბითინიის მმართველი ერქვა პლინიუს უმცროსი.
აი პლინუს უმცროსმა ტრაიანე იმპერატორს გაუგზავნა წერილი და კითხა რომ როგორ მოვეპყროთ ქრისტიანებს, აი თქვენი ის როგორ იქნება ბრძანება ქრისტიანების მიმართ და ტრაიანემ ესეთი რაღაცა უთხრა რომ ესე იგი მათი დევნა მარტო იმიტომ რომ ქრისტიანები არიან არ არის სწორი ესეთი რაღაცა უთხრა ესე იგი თუ მათზე არის შემოსული საჩივარი თუ მათზე პერსონალური რაიმე მიზეზი არსებობს და დაიკითხებიან ისინი და ისინი უარყოფენ ესე ღმერთებს წარმართულ ღმერთებს მაშინ დაისაჯონ მაგრამ დევნა ძებნა ქრისტიანების და ადგილზე მოკლა მარტო იმიტომ რომ ქრისტიანია ეს არ მიმაჩნია მიზან შეწონილად აი ესეთი პერიოდი არის ახლა ამ შემთხვევაში და ნუ შედარებით სიმშვიდეა ეს მე მაქვს ლაპარაკი აი 20-იანი წლები უკვე როდესაც ეს მოწამეობრივად რო აღესრულა ესე იგი ეს აღესრულა მოწამეობრივად რატო ესე იგი მე ლაპარაკი მაქვს ახლა მარციანზე ხო რატო აღესრულა ესე იგი მოწამეობრივად 45 წელი იყო ეპისკოპოსი და როგორი ეპისკოპოსი იყო იცით აი მისი სახელი ბრწყინავდა რა აი ყველგან ისმოდა და რაღაცა საოცარი პიროვნება იყო მანათობელი პიროვნება იყო და ნუ ისეთი პიროვნება იყო რომელსაც უბრალოდ გვერდს ვერ აუვლით და ესე იგი შეიძლება სულაც არ უნდათ მისი წამება და მისი მოკლა მაგრამ გვერდს ვერ აუვლიდნენ მოკლედ ისეთი პიროვნება იყო აი გვერდს რო ვერ აუვლი ისეთი პიროვნება და აი ამიტომ შეიპყრეს და აპატიმრეს ესე იგი მისი დიდება იყო ესეთი დიდება და ეს დაევალა პირადად მოკლედ ეს პირადად გაასამართლეს პირადად ანუ აქ დევნა არ ყოფილა რა და პრეფექტმა საპრიციუსმა მოკლედ გაასამართლა და კიდევ იცით რა არის მის ცხოვრებაში ეს რამეა ნათქვამი კი არა ამ ცხოვრების შესახებ ესეთი შეფასება გაკეთებული რომ ესე იგი ისეთი დელიკატურობით და ლაკონიურობით არის ლაკონურად არის აღწერილი მისი მოწამეობა რომ აქ ჩანს ის რომ ეს წამება არის ძალიან ადრე დაწერილი მისი ცხოვრების ესე იგი რა არის ხა მოგიყვებით რომ მოახსენეს ხელისუფლებას ამ ნუ ეთყობა ვიღაც წარმართებმა რაღაცა ესე იგი რომ ესეთი ეპისკოპოსი არსებობს დააპატიმრეს და დაკითხეს და აიძულებდნენ რომ უარ ეყო ქრისტე და შემდეგ ცეცხლით აწამეს და ბოლოს გაიყვანეს ქალაქიდან და თავი მოკვეთეს და ტორტონში დღესაც არსებობს ის კლდე სადაც თავი მოკვეთეს და სადაც მან გამოიჩინა ეს თავისი საოცარი სიმტკიცე და არ შედრკა აი ამ ჯალათის מחვილის წინაშე. აი ეს არის ესე იგი მხოლოდ ეს არის აი მისი მოწამეობრივი ცხოვრების მოწამეობის აღწერა და აი ეს რო ვახსენეთ ესე იგი სტრაბონი მას აქვს რაღაცა განსხვავებული ვერსია თავის პოემაში. ნათქვამი მას აქვს ესეთი რამ რომ ნათქვამი რომ ეს საპრიციუსმა გავარვარებული რკინით ნუ კი არის რომ ცეცხლით აწამეს, მაგრამ ამას ესე უწერია რომ გავარვარებული რკინით მუცელში ესე იგი ამ რკინას უტრიალებდა სანამ იქიდან მისი სული არ განდევნა სხეულიდან. აი ესეთი რაღაცა აქვს ნათქვამი. ნუ წმინდა ტორტონის წმინდა ნაწილები არის უკვე ტორტონის კი არა წმინდა მარციანუსის წმინდა ნაწილები არის ტორტონის კათედრალში თავარი საკურთხევლის ქვეშ აი გაჩვენებთ ხა როგორია აი ეს არის მისი წმინდა ნაწილები. ოღონდ ეხლა რასაც თქვენ ხედავთ სხეულის ფორმა ოღონდ ეს არ არის ფლატ მისი სხეული ეს არის ცვილისგან გაკეთებული ესე იგი ქანდაკება სანაწილე ცვილით და აქ არის ჩასმული ესე იგი აი ამ ცვილის სხეული დაამზადეს და მისი წმინდა ნაწილები რაც შემორჩა ხელი თქვათ მენჯისძვალი ეს ყველაფერი ჩასმული არის ამ ცვილში თავის ადგილას ანატომიურ ადგილებზეა ჩასმული. ნუ აი ეს არის ტორტონში მისი
მისი სახელობის ტაძარი ქალაქის ცენტრალურ მოედანზეა და ეს არის ძველი ფოტო 1909 წელს გადაღებული აი ამ ტაძრის ფოტო და ბოლოს არაფერი არ აქვს ესეთი ხელმოსაჭირი მაგრამ აი არსებობს ესეთი ვიტრაჟი აი ეს არის წმინდა მარციანუსი და ეს არის მისი მოწამეობრივი აღსასრული ეს ნუ წმინდა ნაწილი გვაქვს კიდე მცირე ზომის ესე იგი ხევ გვეჩვენებთ ამას ეს აი ესეთი მცირე ზომის წმინდა ნაწილი გვაქვს და ფაქტიურად დღეს ამითი გემშვიდობებით მე როგორც მოგახსენეთ ჩვენ თანდათანობით უკვე ფაქტიურად ეს ყველა შაბათი ყველა 7 წლის განმავლობაში ჩვენ ვიშაუბრებთ ყველა შაბათის შესახებ ანუ ყველა რიცხვი გავლილი გვაქვს უკვე მაგრამ გვაქვს სამაგიეროდ ახალი წმინდა ნაწილები რომელიც მე შემოგვემატა და არ გვისაუბრია და ეს იქნება ძირითადად ჩვენი საუბრის თემა მომავალში ღმერთმა დაგლოცოთ ჩვენთან არს ღმერთი